ეს ხომ დღიურია და დღიურში გაუფილტრავი ფიქრები უნდა წერო. მე კი წაღან ვიდეოს ტექსტის რა დავიწყեմ. მოდი უბრალოდ დინებას მივყვები და ვნახოთ სადმე მიყვანს კალამი. არა, მე მაინც მგონია რომ ეს ვიდეოს ტექსტი გამოვა, მაგრამ აბა ვნახოთ. 5 რიტმზე ვაპირებ ვიდეოს ჩაწერას და პირველი რიტმი სწორედ დინებაა. Flow. მაგრამ მოდი სანამ რიტმებზე გადავალთ, მოგიყვებით 5 რიტმი რას ნიშნავს და როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება. არა, შეცვალა მართლა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ჩემი განვითარების გზაზე თავისი წვლილი აქვს. 5 რიტმი მოძრაობითი მედიტაციის ტექნიკაა. მე უფრო ცეკვით მედიტაციას დავარქმევდი. ასეც არის, მე დავარქმევდი რა. მაგრამ აქვე სპოილერი. ჩემს ცხოვრებაზე გავლენა თვითონ ამ მეთოდს იმდენად არ მოუხდენია, რამდენადაც თვითონ უცხო მიმართულების არჩევას და ამ პროცესში ბევრი ფსიქოლოგიური ბლოკის წინაშე დადგმა. ფსიქოლოგიურ ბლოკებში ისეთ მარტივ რამეებს გულისხმობ, როგორიცაა აწეული ხელებით ცეკვა, ან ოთახის კუთხის მაგივრად სხვა მხარეს გადანაცვლება, ოთახის წინ ან საერთოდ ოთახის შუაგულში ცეკვა. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ამას სადეთ უცნობი ადამიანების გარემოში. შეიძლება თქვენც უხერხულად გრძნობთ თავს და ჯერ არ იცით. თუ თქვენთვის მარტივი ამბავია, ჩემთვის აშკარად არ იყო. მარტში, როცა 5 რიტმის სესიებზე სიარული დავიწყე. 5 რიტმი იმიტომ ვქვია, რომ 5 ენერგეტიკულ სტადიას მოიცავს. 5 რიტმს. ყველა არ მახსოვდა, მაშინ ჩემი გამჭირვებოდა და ამაზე სულ არ ვფიქრობდი. ამიტომ ინტერნეტს გადავხედე და თქვენს გაგიზიარებთ. პირველი რიტმი. დინება, ანუ flow. წრიული მოძრაობებით ხასიათდება და ზოგადად 5 რიტმის პროცესში ტალღების მსგავს მოძრაობებს აკეთებ. ავადარი თუ იცით ანიმაცია, მან რომ ელემენტების მბრძანებლები აკეთებენ მოძრაობებს, ზუსტად ეგრეა. ან შამანების ცეკვა თუ გინახავთ ცეცხლის გარშემო, დაახლოებით ეგეთია. მეორე სტადია, სტაკატო, რომლის ქართული შესატყვისი არ ვიცი. მერეც ვერ ვიპოვე სამწუხაროდ. ამ სტადიაზე უკვე მკვეთრ მოძრაობებზე გადადიხარ. საქმეში თეძოები ერთვება, მაგრამ აქვე აღნიშნავ, სტანდარტული მედიტაციებისას რომ გეუბნებიან სხეულის სხვადასხვა ნაწილზე გაამახვილე ყურადღებაო, აქაც ზუსტად ეგრეა. უბრალოდ აქ სულ მოძრაობ და სულ გახსენებენ, რომ ტერფებით იგრძნო ზედაპირი, სადაც დგახარ. ალბათ დამიწება ჰქვია ამას, თუმცა ქართულ კონტექსტში სხვანაირად ვიცოდი. მესამე რიტმი, ქაოსი. თვითონ სახელი გეუბნებათ, ქაოტური მოძრაობებით ხასიათდება. მეოთხე, ლირიკა. აქ დაწყნარებას იწყებ და მოძრაობები უფრო მშვიდია. შედეგად გადადიხარ მეხუთე რიტმზე, სიმშვიდეში. აქ უკვე დასასრულისკენ მივდივართ და მთელი ყურადღება შიგნითაა მიმართული. მახსოვს იატაკზე მივწვებოდი და მივყუჩდებოდი, ზუსტად ისე, როგორც სტანდარტული მედიტაციებისას. არ ვიცი პარტნიორთან ერთად ცეკვა რომელ რიტმზე იყო, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაზე რთული ნაწილია. ერთი თვალით კონტაქტი რომ შეინარჩუნო და მეორე, მოძრაობას უპასუხო. გაიმეორო, ან სხვა მოძრაობა გააკეთო. ერთი კი ის ნიშნავს და მეორე არას. ბევრი რამის სწავლა შეიძლება თავად ამ რიტმებიდანვე და ალბათ რაღაც ასოციაციები უნდა გამჩენო და კიდეც, თუმცა როგორც უკვე გითხარით, 4-5 სესია სულ სხვა რამ გამჭირვებოდა. მოდი პირველი სესიიდანვე მოგიყვებით. პირველ გაკვეთილზე დავაგვიანე, ცოტა ხნით, 10 წუთით, შესასვლელს ვერ მივაგენი შენობისას. და როგორც კი შევაღე დარბაზის კარი, ხედავ საკმაოდ ბევრ ხალხს, ყველა სხვადასხვა უცნაურ მოძრაობებს აკეთებს, თან სხვადასხვა მოძრაობები რაღაცა სინქრონულად, რომ ცდილობდნენ სინქრონს თავი დავანებოთ, ერთი და იგივე მოძრაობის გაკეთებას რომ ცდილობდნენ, კიდე რაღაცას ვიფიქრებდი, რომ სწავლობენ ან რაღაცას თქო, მაგრამ შევედი და ყველა სხვადასხვა რაღაცას აკეთებს და მაშინ გავიფიქრე, რომ აქ უეჭველი ყველას ფსიქოლოგი გვყავს მეთქი. პირველმა გაოცებამ რო ცოტა გადაიარა, ჩემთვის დავდექი იქვე კუთხეში, თან ახლა რაღაცა ყველა ცეკვავდა და წინ ინსტრუქტორამდეც ვერ მივედი. რომ მეთქვა, რომ ინგლისურად ისაუბრე თქო. ბევრ ინსტრუქციას კი არ აძლევდა ამ ხალხს, უფრო სწორედ გვაძლევდა. ჩვენ მეც იმ კლასში ვიყავი უკვე, კი არა და ჯგუფში ვიყავი უკვე. მაგრამ ხანდახან ეუბნებოდა რომ ეს უნდქათ, ემოცრავად და ასე შემდეგ, მაგრამ მე ჩემს გერმანულს არ ვენდობოდი, ცხადია. კი ვიგებდი რაღაცა ესე ინტუიციურად ვხვდებოდი, რასაც ამბობდა, მაგრამ მაინც ინგლისურად თუ იყო და უკეთესი იყო. და დავდექი იქვე ჩემთვის კუთხეში და ავაყოლე ახლა მოძრაობები, ხელი, ფეხი, მაგრამ ძალიან ისეთი
დასტოინი მოძრაობები, კდემამოსილი მოძრაობები. Როჯერ არ ვიცი რა ხდება და ვეგუები გარემოს და რაღაცნაირად ხო იმ კუთხეში უსაფრთხოდ ვიგრძენი თავი. და მე მივახცე სხვათა შორის ინსტრუქტორამდეც და ვუთხარი რომ გერმანულად არ ვსაუბრობდი და არ ვიცოდი მაინც და მაინც გერმანული კარგად და იქნებ ინგლისურიც გავურიოთ მეთქი და დამთავრდა. მაგის მიუხედავად აი იმ კუთხეში რამდენი ხანი ვცეკვავდი არ ვიცი. როგორც გითხარით 5 სხვადასხვა რიტმი აქვს, 5 სხვადასხვა სტადია აქვს ამ მეთოდს, ამ მედიტაციის პრაქტიკას. და წარმოიდგინეთ, დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა ჩვენი კურსი, თითოეული სესია. და ძალიან დიდი ხანი ვცეკვავდი ამ კუთხეში, ან რაღაც კედლის გასწორი, რომელიც კართან ახლოს იყო, თან ერთი კედლის გასწორი, მეორე კედელთან არ ვიგრძნობდი თავს უსაფრთხოდ რა. ხო და მანდ რაღაცნაირად მივხვდი, რომ აბრკოლებდა შინაგანად რაღაც. რა არ ვიცი, აი ჩემს ტვინში რა ხდებოდა, ვერ გეტყვით, მაგრამ არ ვგრძნობდი თავს უსაფრთხოდ, რომ წინ წავსულიყავი, ან საერთოდ შუაგულში რომ მოხვედრილიყავი. და მანდ დავისახე პირველი მისია მიზნად, რომ აი ახლა მე ამ ოთახის ყველა კუთხე უნდა ავითვისო მეთქი. ყველა ნაწილი უფრო სწორედ და დავიწყე სხვათა შორის კედლებიდან და ეგ წარმატებით შევასრულე. მაგრამ როგორც მივხვდით ღიურის წერისასაც ყველაზე რთული მომენტი ჩემთვის გადასალახად აღმოჩნდა შუაგულში ცეკვა. ანუ შუაგულში რომ მივსულიყავი და იქ მეცეკვა. მეცეკვა თამამი ნათქვამია ჩემთვის. ანუ ცეკვის სასწავლად ვიყავი მისული იდეაში. იმიტომ რომ ცეკვის კურსში იყო ეს 5 რიტმის კურსი და მეგონა რომ ამ მოძრაობებს გვასწავლიდნენ და რაღაცეებს რა. კი ვიცოდი რომ მედიტაცია იყო, მაგრამ მეგონა რომ რაღაც მოძრაობებს გვასწავლიდა ვიღაც, ხო? ხო და განსაკუთრებით მახსოვს ის შეგრძნება შუაგულში რო ვიდექი ოთახის შუაში, ცეკვავდი ან ტრიალებდი ან რაღაც მოძრაობას ვაკეთებდი და რაღაცნაირად ეს წარმატების მიღწევის თუ რაღაცა გამარჯვებით ტკბობის მომენტი მქონდა, შეგრძნება რაღაცნაირად და განსაკუთრებით დამამახსოვრდა ეგ. ხო და ეგ სიტუაცია აღმოჩნდა ჩემთვის შეხსენება იმისა, რომ კომპლექსი, რომელიც მეგონა რომ დამუშავებული მქონდა, სულაც არ იყო ნაგავში მოსროლილი და კიდევ არსებობდა ჩემში და თავი შემახსენა ამ უცხო სიტუაციაში. მაგრამ გამიხარდა, რომ მალე შევძელი მაგის დამუშავება. შეიძლება ვერ დავაკვალიფიცირე იმ მომენტში, განსჯიშში იყო ეს თუ რა იყო, რატომ მქონდა ეს მომენტი, უხერხულობის შეგრძნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის გარემო, სადაც ვიყავი, ის უცხო გარემო გავხადეთ ჩემთვის კომფორტული. ხო და ერთი რამე, რაც ალბათ მინდა რომ ჩემი ვიდეოდან წაიღოთ, ან ამ დღევანდელი ჩემი საუბრიდან წაიღოთ თუ ვინმე უსმენს ამას, იქნებოდა ის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, უცხო გარემოში ეცადოთ, რომ ეს გარემო გახადოთ თქვენთვის კომფორტული. ამ შემთხვევაში ბევრად გაგიადვილდებათ შესაძლებლობების მიღებაც, შესაძლებლობების გამოყენებაც, ხო, სარგებლის მიღება იმ სიტუაციიდან, რა სიტუაციაშიც ხართ. მე რომ არ დამესახა ეგ მიზანი, რომ მოდი ახლა მე ამ ოთახის ყველა კუთხეში ვიცეკვებთქო, არ ვიცი რამდენად შევძლებდი 5 თუ 4 თუ 5 სესიის შემდეგ ამ პრაქტიკიდან, ამ მედიტაციის პრაქტიკიდან სარგებლის მიღებას. ანუ სარგებელში არ გულისხმობ ახლა მატერიალურ სარგებელს, ემოციურ სარგებელს გულისხმობ. განსჯიშში გასაკვირი არ არის. უმრავლესობას გვაქვს ყველას თუ არა რაღაც დოზით. და ყველა ვცდილობთ რომ მოვიშოროთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეგ არ გამოდის. ან შეიძლება გამოდის და მე არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გონია რომ თავარი მიზანი ის უნდა იყოს, რომ მაგ შიშმა თუ კომპლექსმა არ შეგვიშალოს ცხოვრებაში ხელი და არ შეგვიშალოს ხელი იმის კეთებაში, რაც გულით გვინდა. გადავიდეთ მეორე ბლოკზე. მეორე ფსიქოლოგიურ დაბრკოლებაზე, ეს იყო მაღლა აწეული ხელებით ცეკვა.
არ ვიცი საიდან შემოვიდა, რატო შემოვიდა. მაგრამ აი მაღლა ხელს თუ ავწევდი და რაღაც მოძრაობის გაკეთება მინდოდა, წყვეტდი მოძრაობას, რამდენიმე წამს გრძელდებოდა მხოლოდ 2-3 წამს და არ ვამთავრებდი მოძრაობას სრულად. არ ვიცი რატომ. უпростоრად ჩემი ვარაუდები მაქვს. ერთი იმიტომ, რომ მაგ დროს უსაფრთხოებას ვკარგავთ ადამიანები ზოგადად ხელებს როცა გაჩვენებენ, ეგ ინსტინქტურად ჩვენს თავში ნიშნავს, რომ დაუცველები ვართ. ზოგადად ეგრეა ადამიანი, რომელიც თავის ხელის გულებს განახებთ, თავისი ჯდომის მანერით ან რაღაცა ჟესტით, ეგ იმას ნიშნავს, რომ თქვენთან ღიაა, დაუცველია. ვახტანგ გორგასალი თუ გახსოვთ, აი იღლიასთან რო გქონდა ეს გახეული ჯაჭვის პერანგი, ხო იცით? ხო და ქართველებს ეტყობა ჩადებული გვაქვს ეს ისტორიიდან, რომ ეგ ისედაც ვიცით, რომ დაუცველი ვართ, თუ კი ხელს მაღლა ავწევთ, ვიღაცა ისარს გვესურის ან ხმლით ან ხანჯლით დააგჭერის. ხო და უსაფრთხოებას ვკარგავდი რაღაცნაირად, მაგრამ აი წინაზეც ხო ვახსენებდი, შეიძლება იყო განსჯის შიშიც, იმიტომ რომ შეიძლება ჩემი თავის იმედი არ მქონდა, როცა ხელებაწეული მოძრაობას ვაკეთებდი. თუმცა არავინ არ მთხოვდა ახლა კარგად ცეკვას. იქ უფრო ისეთი იყო, თუ კი გამოგელებათო მოძრაობებიო, სხვა შეხედეთ და დააკოპირეთო. ასე გვეუბნებოდა ჩვენი ინსტრუქტორი. ხშირად კი არ გვჭირდებოდა, მაინც ჩვენსას უბერავდით და სხვათა შორის განსჯის შიშის გადალახვაში ეგ უფრო დამეხმარა, იმიტომ რომ გრძნობ რომ არავის არ აინტერესებ, იმიტომ რომ მეც არავინ არ მაინტერესებს. არა, როცა რაღაც მოძრაობა მაინტერესებდა, მაშინ თავისთავად სხვებსაც ვუყურებდი, მაგრამ ახლა რაღაცა ის განცდა არ მქონია, რომ ვიღაც მაკვირდება. იცით, ეგ დაკვირვების მომენტი როდის მქონდა, უბრალოდ ჩემს თავში რომ მეგონა, რომ ვიღაც მაკვირდება. პირველად რომ სარბენად გავედი მარტო. თქვენ არიცით ეგ რა იყო? ახლა საიდან სად გადავხდი, მაგრამ მაინც ერთ თემასთან ვტრიალებ. სირბილი რო დავიწყე, უпростоრად ძუნძული რო დავიწყე, იმიტომ რომ დავიდან ჩემს სირბილი არ ერქვა. ანუ 2 წუთი დავრბოდი, 1 წუთი ვისვენებდი, 2 წუთი დავრბოდი, 1 წუთი ვისვენებდი, რომ შევჩვეოდი. სხვა შემთხვევაში ვეღარ ვაგრძელებდი 2 წუთის შემდეგ. ხო და ერთ დღესაც ჩემი მეგობარი ვეღარ წამოვიდა სარბენად და მე გადავწყვიტე, რომ მარტო უნდა გავსულიყო, მაგრამ თან რაღაცნაირად არ მინდოდა გასვლა, რომ აი ჩემს ტვინში როგორი რაღაც ხდებოდა, იცით? აი ვიღაცა რა დამაკვირდება, რას იტყვის? ანუ რანაირად დარბის. ანუ რაღაცა ეგეთი, ხო, ვიღაცა ხო დამცინებს რა. არა, მეც რო შემეხედა ჩემი თავისთვის შეიძლება გამცინებოდა, მაგრამ ვიღაცის აზრი ამ ჩემს სირბილზე გავლენას მოახდენდა თუ ძუნძულზე თუ რა მოქმედებაც მაგას ერქვა? არ მოახდენდა, ხო? ანუ იდეაში ვიღაცამ შეიძლება განგსაჯოს, მაგრამ მაგას აზრი არ აქვს. ანუ შენზე გავლენას ვერ ახდენს იმდენად. მე თვითონ ვხვდები, რომ მაშინ რამხელა ემოციური ტვირთი დამქონდა და რამხელა აბდა-უბდა იყო ეს ჩემს ტვინში, ხო, თითქოს არაფერია რა არის ახლა, რომ ოთახის კუთხეებში ცეკვის გესშინია და ოთახის შუაგულში გასვლა არ გინდა, ანუ შეიძლება გაგეცინოს ადამიანს. ან რაღაც მაღლა აწეული ხელებით რატო ვერ უნდა იცეკვაი? რა არის, ხო? მაგრამ ანუ გვაქვს ადამიანებს ეგეთი ეპიზოდები, სადაც გვიჭირს ძალიან მარტივი რაღაცების კეთებაც კი. გვეუხერხულება, სირცხვილის გრძნობა გვაქვს, რატო არ ვიცით, მაგრამ გვაქვს. ეგ მოდის საზოგადოებისგანაც, აღზრდის პროცესებიდანაც, მიმდინარე მოვლენებიდანაც, შეიძლება რაღაც გვთრგუნავს, რაღაც სტრესი გვაქვს, რაც ბლოკავს კი არა და რაღაც კომპლექსებს გვიჩენს. მაგრამ მაგას
სჭირდება შესაბამისი დამუშავება. პირველ რიგში აღმოჩენა. ახლა ერთ აღმოჩენასაც გაგიმხელთ ბარემ ცოდვას. მოკლედ ამ სესიებზე დადიოდა ისეთი ხალხიც, რომელსაც აშკარად გამოცდილება ჰქონდათ ან ტანვარჯიშში, ან ცეკვის რომელიმე მიმართულებაში, იმიტომ რომ ძალიან ჰაეროვანი მოძრაობები ჰქონდათ და რაღაცნაირად პროფესიონალური მოძრაობები. ხოდა მახსოვს, რომ რამდენიმე გოგო იყო, 2-3, რომლებსაც ჰქონდათ რაღაცნაირად ეს გამოცდილება აშკარად. და მახსოვს, რომ მათი შემშურდა. ოღონდ მათი ცეკვის კი არ შემშურდა, ახლა გეტყვით რა შეიღო საქმე. ეს სხვადასხვა რიტმები ხო გქონდა და რაღაც ყოველ რიტმზე ისეა, რომ ჩვენი თავი უნდა გამოგვეხატა ხო ამ ჩვენი მოძრაობებით, რასაც აკეთებ. მე სხვადასხვა სულ ქართული ცეკვების მოძრაობები მქონდა. მაგრამ მე შემშურდა ამ გოგოების სილაღის. იმიტომ რომ სახეზეც რო დაკვირვებოდით ამ ადამიანებს ცეკვისას, შეამჩნევდით, რომ ძალიან ლაღები იყვნენ, ძალიან თავისუფლები და ბედნიერები. ყოველ შემთხვევაში მე მეჩვენებოდა ასე. ანუ შეეძლოთ, რომ ამ დარბაზში თავისუფლად ერბინათ, ეხტუნავათ, არ მორიდებოდათ ამის და თავისი თავი გამოეხატათ ასე ნათლად, თავისუფლად, ლაღად. და ეგ შეგრძნება მახსოვს. უბრალოდ ეგ გრძნობა მახსოვს, რომ შემშურდა ამ ხალხის. თლად შურსაც ვერ ვარქმევ, მაგრამ რაღაცნაირად უფრო მამოტივირებელი ძალა იყო. მაგრამ იდეაში გვაქვს ცხოვრებაში ეგეთი შურიც, კეთილ შურს ვეძახით, რაც მამოტივირებელია ჩვენთვის. აი მე უფრო ვთარგმნი აღფრთოვანებაში, აი ვიღაცის მიღწევით პროფესიულით, ფსიქოლოგიურით, თუ მენტალურით, როცა აღფრთოვანებული ვარ და ვამბობ, რომ აი მეც მინდა რომ მაგ მდგომარეობას მივაღწიო. ანუ შეიძლება შურადაც დავაკვალიფიციროთ, ალბათ, მაგრამ აღფრთოვანებადაც. საბოლოოდ ალბათ ამ ვიდეოს მიზანი არის შეხსენება საკუთარი თავისთვის და თქვენთვისაც. რომ არ შეგვეშინდეს გაბედვის და უხერხულ სიტუაციებში თავის ჩაგდების. ერთი შეხედვით უხერხულ სიტუაციებში თავის ჩაგდების, იქნება ეს სპორტის ახალი მიმართულება, ცეკვა, სიმღერა, ისეთი საქმიანობა, რაც აქამდე არ გვიცდია. ანუ უცნობ სიტუაციებში საკუთარი თავის და შესაძლებლობების მოსინჯვა. იმიტომ რომ ამ პროცესში ვეჯახებით საკუთარ სისუსტეებს, სიძლიერეებსაც, კომპლექსებს, შიშებს, რაც რეალურად გვეხმარება განვითარებაში. ალბათ გვმატებს თავდაჯერებულობასაც. ჩემი საყვარელი პოდკასტი გამახსენდა ახლა, Diary of CEO. და ერთი ეპიზოდია Dr. K. ყავს სტუმრად, 2 ეპიზოდია, სადაც Dr. K არის სტუმრად. მაგრამ ერთ ეპიზოდში ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ თავდაჯერებულობა, შინაგან თავდაჯერებულობაზეა საუბარი, თავდაჯერებულობა მოდის მარცხებზე გამარჯვებიდან. ხო, უფრო კარგად რო ჩამოვაყალიბა, გულისხმობს, რომ თავდაჯერებულობას გმატებს არა წარმატების მიღწევა, არამედ მარცხებზე გამარჯვება. სიტყვა მარცხი არ მიყვარს მე თვითონ, რაღაც უფრო გამოცდილებად აღვიქვამ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მარცხად ეგეთივე ნეგატიურ ფაქტად შემიძლია დავაკვალიფიცირო ის უხერხულობის, შინაგანი უხერხულობის განცდა ისეთ შემთხვევებში, როცა რაღაცის გაკეთება მინდა და ვერ ვახერხებ. ვერ ვახერხებ კი არა, არ ვაკეთებ. იმიტომ რომ რაღაც მაბრკოლებს ფსიქოლოგიურად, მენტალურად. ხოდა მაგას თუ მივყვები, ჩემი შინაგანი თავდაჯერებულობა მოდის მაგ უხერხულობებზე გამარჯვებით. თავდაჯერებულობა ყველა ასპექტით არა, რა თქმა უნდა. თუმცა ვერ გვექნება ყველა მიმართულებით თავდაჯერებულობა, ესე ვიტყოდი. ყოველთვის იქნება რაღაც მიმართულება, სადაც ნაკლები თავდაჯერებულობა გვექნება. ყოველ შემთხვევაში ეგეთ უხერხულ სიტუაციებში ფსიქოლოგიური ბლოკების
გადალახვა თუ მოხსნა, ნამდვილად შეგვადებთ თავდაჯერებულობას. იმიტომ რომ შინაგანი თავდაჯერებულება ეგეთი პატარ-პატარა ნაბიჯებით შენდება. ჩემი აზრით. ხო, ისეთი პატარა ნაბიჯებით, როგორიცაა მაღლა აწეული ხელებით ცეკვა, ხო? ხო, სხვათა შორის დამავიწყდა მე თქვა, რომ აი, რო გითხარით, რომ შემშურდა იმ გოგოების სილაღის თქო რა. საბოლოოდ მეც შევძელი, რომ რაღაც დოზით სილაღეს მიმეღწია. იმიტომ რომ მეც დავრბოდი და ვხტუნავდი რამდენიმე სესიის შემდეგ, ანუ შემეძლო რომ გამომეხატე ეს ჩემი ემოციები. და ხო, თბილისში როგორც ვიცი არის ეს 5 რიტმის ტექნიკა, პრაქტიკები, მაგრამ რა ღირს არ ვიცი. აქ საუნივერსიტეტო კურსი იყო და საუნივერსიტეტო კურსები, სპორტის კურსები იაფიღირს ჩვენთვის სტუდენტებისთვის და უნივერსიტეტში დასაქმებულებისთვის. მაგრამ საქართველოშიც თუ უკვდავება არ ღირს, შეგიძლიათ დაესწროთ და სცადოთ. რეკომენდაციას ვუწევ ყოველ შემთხვევაში. აი, მაინტერესებს პირველად რომ მიხვალთ, როგორი შეგრძნებებით გამოხვალთ. თქვენს გექნებათ თუ არა რაღაც ფსიქოლოგიური ბლოკები, რომელიც გიგონდათ რომ არ გქონდათ. ხო იცით ეს მარტო მე რო არ ვიყო ასეთ სიტუაციაში დამამშვიდებს რომ თქვენც ასე ხართ. მადლობა ვინც მიყურეთ და მისმინეთ. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ და რაღაც კუთხით დაგეხმარათ კიდეც. იმიტომ რომ თუ თქვენც ისეთივე არარაციონალური კომპლექსები გაწუხებთ ხოლმე როგორც მაღლა აწეული ხელებით ცეკვა, მაშინ მნიშვნელოვანია იცოდეთ რომ სხვაებიც არიან ვისაც ეგეთი ერთი შეხედვით არარაციონალური შიშები აწუხებთ. ისე თუ ვინმე ხართ ეგეთი, რაიმე არარაციონალური შიში ან კომპლექსი გქონდათ და გადალახეთ, თუ სურვილი გაქვთ კომენტარებში დამიწერეთ, მაინტერესებს. სხვა მხრივ, მადლობა კიდევ ერთხელ, შეგიძლიათ ჩემი არხი გამოიწეროთ. გვპირდებით, რომ მონტაჟსაც ვისწავლი ნელ-ნელა, ვმუშაობ მაგ თემაზეც. და ხო, შეხვედრამდე.